გამარჯობა, მე ვარ ნიკა ქოჩიაშვილი და აი ამ პოზიტიური სახით მინდა დეპრესიულ გარემოზე ვისაუბრო. ამ თემაზე ფიქრი რო დავიწყე, პირველი გამახსენდა კაზინო. კაზინოში არის ძალიან დამთრგუნველი გარემო, მაგრამ მეტიც შეიძლება. აი მიკროსაფინანსოებიც რო იყო შიგნით გახსნილი, უკვე რაღაცა რა ჩახვალ დაითრგუნები გისწორდება. ზოგადად გონია რომ კაზინოების დირექტორების მოფიქრებულია მიკროსაფინანსოები. ჯერ ერთი რო ერთხელ წერას გავს. და მეორეც ეხა ყველამ ვიცით რისთვის არსებობს მიკროსაფინანსოები, რომ მიხვიდე, ფული გამოიტანო, მერე ჩახვიდე კაზინოში წააგო. ორი მიზნით დადიან ადამიანები კაზინოში. პირველი რომ ფული მოიგონ და მეორე ფული არ მაქვს და წვენებს მაინც დავლევ. ყველაფერს თulis ადამიანის ცხოვრებაში თამაში, იმიტომ რომ ერის კაცობაში თუ გიორგი იყავი, ყომარბაზობაში უკვე ზარალა ხარ. კაზინოებში არსებობს ესეთი ოთახი, სადაც კამერებს აკვირდებიან და ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა იქიდან რაღაცებზე დაკვირვება. აი პირველ დღეს შემოვიდა ადამიანი, დაждდა, ითამაშა, წავიდა. მეორე დღეს შემოვიდა, საათი აღარ უკეთია. მესამე დღეს შემოვიდა, iPhone-ის მაგივრად ფანრიანი Nokia აქვს. მეოთხე დღეს შეიძლება შემოვიდეს და საერთოდ შიშველი იყოს. მეხუთე დღეს შემოვიდეს, ფული მოიგოს, წავიდეს, საათი გამოიტანოს, შიშველმა დახედოს საათს და თქვას, რომ ბიჭო, უგებ რა ამ კაზინოს, ჩემია რა, იმენა ჩემია. ძალიან ბევრჯერ მომისმენია ესეთი რაღაცა, რომ რას ამბობ, თო ლას-ვეგასში იმენა 50%-ს გაცემენ და ჩვენთან მაქსიმუმ 3-4. კაი, მაგდენს თუ ხდები, რა ეხა წახვალ და პირამიდას ითამაშებ და რაც წაგებული გა ყველაფერს ერთად ამოაგდებ. რისი ღირსი ხარ, იცი, მთელი ცხოვრება ორ მარწუს გიხსნიდეს და მესამე რომ უნდა გახსნას, ბოლო მომენტში ქვემოთ ჩადიოდეს. ასევე არსებობს ერთი ლეგენდა, რომ კაზინოში თუ ხარ ყავა არ უნდა დალიო, იმიტომ რომ შიგნით რაღაცას გიყრიან და ვეღარ იგებ რა, ანუ იქ რო გიყრიან რაღაცას, მაგის გამო ვეღარ იგებ. ეს ისეთივე აბსურდია, მე რო გითხრათ, რომ ჩემი ნათესავი იყო, რაღაც ჩაუყარეს და ბოზი შეუყვარდა. ხალხი ზოგადად რას ფიქრობს მოთამაშეების მიმართ, რომ აი თავს იღუპავთ, რას აკეთებთ. მოდით სხვა მხრიდანაც შევხედოთ ამ სიტუაციას. თვითონ ხო ყველაზე კარგად იციან, როგორი საზიანოც არის ეს. და შეიძლება ამას იმიტომ აკეთებო, რომ ჩვენ არ ვითამაშოთ. ანუ შედიან იქ და კაზინოებს ავსებენ, რომ ჩვენ აღარ შევეტიოთ, რა წადით ბიჭო, ამათ ჩვენ მივხედავთ. არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ შეიძლება ქალაქიდან გაიტანონ კაზინოები, მაგრამ მე არ მომწონს ეს ინიციატივა, იმიტომ რომ ჩვენთანაც ხომ უნდა დარჩეს 1-2 ახალგაზრდა ბიჭი. პირადად მე ძალიან არ მიყვარს კაზინოსთან გავლა, იმიტომ რომ აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც ადამიანი, მოვა და გეტყვის, რომ ბრატ 1200 ლარი წავაგე რა და 1-5 ლარი ხო არ გექნება, აი ტაქსის ფულისთვის მინდა. და ამას მეუბნება მეტროს ჩასასვლელთან. ანუ შენი აზრით ტაქსის ფული მაქვს, მაგრამ მეტროთი სიარული მაგრად მისწორდება? ანუ განსაკუთრებით ავლაბაში რო ცუდი სუნი შემოდის, მაგ მომენტში სიამოვნებისგან იმენა ტრანსში გავდივარ. მეტროში ძალიან დეპრესიული გარემოა. სულ მგონია რომ მეტრო მოიფიქრეს მდიდრებმა, რომ აი ამ დეპრესიულ ხალხს მოუყარეს თავი და მიწის ქვეშ ჩაუშვეს, რომ აღარ შევხვდეთ და არ დავგრუზოთ. მეტროში არის სულ მიკროსაფინანსოების და აფთიაქების რეკლამა. ნუ ძალიან სწორი გათვლა, იციან რომ ზუსტად ამ ხალხს ჭირდება ფული და დამამშვიდებელი წამლები. არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკოსები ჩადიან ხოლმე მეტროში, ჩადიან და ნახულობენ, რომ ესენი ხო არ მოკვდნენ, ანუ ამათი ხმების იმედი ხო უნდა მქონდეს. და მე როცა მოვდივარ ხოლმე მეტროდან, სულ მიჩნდება განცდა, რომ აი მიუტრიალდი ამ ხალხს და იმედი მივცე. ესე მიუტრიალდე და უთხრა, რომ კარგად აბა და ტაქსში შევხვედროდეთ. ძირითადად თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ, ბოლოს ჯიპში ვიჯექი, აი ნათესავმა ჩამოიყვანა გერმანიიდან გასაყიდად და ვინც კაიხნის ნაჯდომები არ ვიყავით, ყველა ჩავსვა. ჩავჯექი თუ არა ეს ფუფუნების ძალა ვიგრძენი და ეგრევე დავიწყე ფიქრი, რომ რამე საფეხბურთო კლუბი ხო არ ვიყიდო რა და გადავწექი ჩემპიონში. მერე ისე მოვიქეცი, როგორც ყველა ვიქცევით ხოლმე რაღაც ტექნიკას თუ ვერ ვთავთ. ყველა ღილაკს დავაჭირე ხელი. მე კი მითი მეგონა, მაგრამ რეალობა ყოფილა, შარდენთან რო გავიარეთ, ეს ნაშები შემოგვახტნენ მანქანაზე და მე საჭესაქეთ იქით ესე ვშვებოდი, რომ რაღაცნაირად ჩამომეყარა ესენი. ნუ ფაქტია, რომ ფუფუნება ცვლის, იმიტომ რომ როცა ჯიპში ჯდები და შუშებს ამოუწევ, ვეღარ ამჩნევ ქალაქში არსებულ დეპრესიულ გარემოს. აი ვიღაცას რო უყურებ, რომ ფენოვანს ჭამს, სენ სუშად გეჩვენება. მე რაღაც მომენტში მომინდა, რომ მეთქი სადმე წითელი შეხვდეს, რომ ეგრევე გავაჭრათ, მაინც ჯიპში ვარ რა. მე უბანში მივედი, დავჯექი ჯოკრის თამაში დავიწყე და იმის სახილი, რომ ბიჭო ჩაჯდებიან ამ ჯიპებში და გვერდზე აღარ იყურებიან. უბანშიც ძალიან დეპრესიული გარემოა, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება საერთოდ. ანუ ძალიან ნელა გადის დრო. შეიძლება 10 კაცი იდგეთ ერთი ნახევარ საათი და არავინ არაფერი არ თქვას, აი ჩვეულებრივი მომენტია. და ესე დროს უნდა მოიფიქრო ესეთ რაღაცა, რომ დრო გაიყვანო და ყველაზე კარგი საშუალებაა რაღაცა ისეთზე იკამათო, რასაც პასუხი არ აქვს.
პირველი ქათამი იყო თუ კვერცხი, ან 2-6 ლარიანი შაურმა უფრო ეყოფა 2 კაცს თუ 1 შუაზე გაჭრილი 11 ლარიანი. რაღაც ეტაპზე სხვის მანქანაზე ფეხის მიდება და სურათების გადაღებაც გბეზდება, ანუ ახალგაზრდა ბიჭი ხარ მაინც. დაიწყებ ფიქრს. ფიქრობ, რატომ არის ჯიბეში ჩარჩენილი მზესუმზირის ბოლომარცვალი ყოველთვის ყველაზე გემრიელი. ზოგადად მზესუმზირას ძალიან დიდი როლი აქვს უბნის ცხოვრებაში, აი წარმოუდგენელია ყოველი დღე მის გარეშე. და რაც უფრო ხშირი შეხება გაქვს, უფრო გიყვარდება და რაღაცა ფილოსოფიურსაც პოულობ ამ სცენარეში. ცხოვრება რო უსიამოვნო სიურპრიზებს გვიმზადებს, ამას მასში ხვდებით, მზესუმზირის ბოლომარცვალი თუ გაფუჭებული შეხვდა და პირში ცუდი გემო დაგვიტოვა. რატო ვისაუბრე დღეს ამ თემაზე? ჩემი აზრით, ჩვენი ემოციები არის ძალიან გადამდები. ანუ ჩვენი უარყოფითი ემოციები სხვას გადაედება და ამიტომ მოდი ვიყოთ უფრო პოზიტიურები, უფრო მეტი გავიღიმოთ. თლად ესე ნუ ვივლით ახლა ქალაქში. ცოტა უფრო დასტოინათ რა. მადლობა.